კვარაცხელია მესის წინააღმდეგ და ოსიმენის კომენტარი ქართულზე. მიქაუტაძით დაინტერესებული გრანდები. ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგაში. შოთა არველაძის ჩაბარებული გუნდი და მეტი სხვა სიახლე. ვიდეოზე სანამ გადავალთ, დავალაიქოთ ის, ავიდეთ 2000 მოწონებაზე და გამოვიწეროთ არხი. გიორგი მიქაუტაძის ლიონი საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის გადაწყვეტილებით ლიგა 2-ში დაქვეითდა. ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობის დროულად ვერ გამოსწორების გამო მოხდა. კლუბის პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა კრისტალ პალასსა და ლიონის ქალთა გუნდში თავისი წილი გაყიდა, თუმცა გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ აღმოჩნდა. ლიონს მდგომარეობის გამოსასწორებლად უფრო და უფრო მცირედ რჩება. ამ ამბის გათვალისწინებით მიქაუტაძის ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება. ლიონს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს. საუბრებშია ქართველიც, რომელსაც მსურველები როგორც სერიაიდან, ისე პრემიერ ლიგიდან ჰყავს. ლაპარაკია გრანდებზე. ბოლო ინფორმაციით დაინტერესებულნი ტურინის იუვენტუსი და ტოტენჰემი არიან. იტალიურ მედიაში სიტყვასიტყვით იწერება, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ლიონიდან წასვლის მთავარი კანდიდატი სწორედ გიორგი მიქაუტაძეა. ტოტენჰემი ლიონს უახლოეს კვირებში კონკრეტული წინადადებითა და პირობებით მიმართავს. ლონდონელები ისეთ ფორვარდს ეძებენ, რომელიც შეეფერება პრემიერ ლიგის დინამიურ სათამაშო სტილს. ისეთი სწრაფი და ტექნიკური სტრაიკერი კი, როგორც მიქაუტაძეა, ზუსტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მოკლედ, ლიონს თავს ცუდი ამბები დაატყდა, თუმცა ეს ჩვენთვის და გიოსთვის შეიძლება მარგებელი ჭირი აღმოჩნდეს. ლიონს გადარჩენასა და ამ კრიზისის დაძლევაში PSG დაუდგა გვერდში. 2023 წელს 45 მილიონის სანაცვლოდ ბარკოლა ლიონიდან PSG-ში გადავიდა. ოღონდ ეს თანხა პარიზელებს ეტაპობრივად უნდა გადაეხადათ, თუმცა ამ ამბის შემდეგ მათ ეს ერთიანად გააკეთეს, რაც ნამდვილად დასაფასებელი ჟესტია. კიდევ ერთ ქართველზე გადავიდეთ, რომელიც ასევე ბევრი გუნდის ინტერესშია მოქცეული. ამჯერად საუბარი გიორგი ჩაკვეტაძეზეა, რომლის მიმართაც ინტერესი სამმა ინგლისურმა გუნდმა გამოთქვა. ბრიტანული მედიის ცნობით, ეს გუნდები არიან სანდერლენდი, ბარნლი და ჩემპიონშიპის წევრი ბირმინგემ სიტი. თავად გიორგის სურვილი პრემიერ ლიგაში გადასვლაა, თუმცა ქართველი ყველა ვარიანტს განიხილავს. ჩაკვრის ღირებულება 5 მილიონი გირვანქა სტერლინგია, ხელფასი კი 25,000, რაც ზოგი ჩემპიონშიპის გუნდისთვის ბევრი, მაგრამ პრემიერ ლიგის გუნდებისთვის არაფერია. გიომ ახალი სეზონისთვის მზადება უოტფორდთან ერთად უკვე დაიწყო და კლუბში თავს ბედნიერადაც გრძნობს, თუმცა რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგიდან მოსულ შემოთავაზებაზე უარის თქმა ძალიან რთულია. ვიდეო დავალაიქოთ და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. 29 ივნისს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლეო მესის ინტერ მაიამის დაუპირისპირდა. მატჩი ქართველის გუნდის სასარგებლოდ 4-0 დამთავრდა. პარიზელებმა მეტოქეს აბსოლუტურად არანაირი შანსი არ მისცეს. ნახევარდაცვაში, შეტევაშიც და დაცვაშიც გააქრეს და დაგვანახეს, თუ რამხელა სხვაობაა ევროპული და ამერიკული ფეხბურთის დონეებს შორის. ხვიჩამ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ გოლში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა არაერთი გამორჩეული დრიბლინგითა და გრძელი პასით და 7.2 შეფასებაც აიღო, რაც საგოლე კონტრიბუციის გარეშე მშვენიერი და იშვიათი შედეგია. ქართველმა თამაშის დასრულების შემდეგ თავის სოციალურ ქსელებში დადო ფოტო, სადაც მოედანზე მესის ხელს ართმევს და შემდეგი აღწერა გაუკეთა. შენთან ერთად მოედანზე ყოფნა ნამდვილი პატივი იყო. აღსანიშნავია, რომ კვარას კარიერაში უკვე რონალდოც ყავს დამარცხებული და მესიც. ასეთი მიღწევით ყველა ვერ დაიკვეხნის, მით უმეტეს კი ახალი თაობის ფეხბურთელები. კვარაცხელიას მოედანზე რამდენჯერმე მოუვიდა შელაპარაკება ლუის სუარესთან, თუმცა ურუგვაელი 90 წუთის განმავლობაში ყველას ეჩხუბებოდა. შესაბამისად ეს მომენტი განსაკუთრებული არ ყოფილა. თამაში ძალიან ორიგინალურად შეაფასა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც PSG-შიც აქვს ნათამაშები და MLS-შიც. თამაში მესის არ წაუგია, ინტერ მაიამიმ წააგო. მესის გუნდელები არ ყოლია, ისინი ქანდაკებები ვითიდნენ. ისე დარბოდნენ თითქოს ზურგზე ცემენტის ტომარა ჰქონდათ მოგდებული. მესი რომ ნორმალურ გუნდში იყოს და ნორმალურ გუნდში თამაშობდეს, ისევ იმ ლომს ნახავდით, რომელსაც წლების განმავლობაში ხედავდით. ის ახლა მხოლოდ იმიტომ თამაშობს, რომ ფეხბურთი უყვარს. მას ჯერ კიდევ შეუძლია მოედანზე იმის კეთება, რასაც მოთამაშეთა 99% ვერ შეძლებს. გავემეორებ, ეს ის მესი არაა, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ თუ მას ნორმალური გუნდი აიყვანს, მოედანს ისევ ცეცხლ წაუკიდებს. საინტერესო იყო ასევე ვიქტორ ოსიმენის კომენტარი კვარაზე. ჯონობი მიკელის პოდკასტში ნიგერიელმა შემდეგი რამე თქვა. ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია. მოედანზე კი ყველამ ვიცით, რა ფანტასტიკური ფეხბურთელია და რა ჯადოქრობების გაკეთება შეუძლია. ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯებს გადადგამდა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობდა და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა ვუთხარი, ეს დაიმსახურე. პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ საოცარ რაღაცებს გააკეთებ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს. მასთან ერთად გატარებული ის ერთი წელი ნაპოლიში არასდროს დამავიწყდება.
ოსიმენის ამ საუბარში არა მარტო კვარას მიმართ პატივისცემა, არამედ ნაპოლის მიმართ წყენაც გამოიხატება. კვარას და ოსიმენის დუეტი, ეგრეთ წოდებული KO ქართველის პირველ ნეაპოლურ სეზონში შეუჩერებელი იყო. ერთი სერიაა საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე კი ბომბარდირი. მიუხედავად ამისა, ნაპოლის მფლობელმა დე ლაურენტესმა არ ქნა საკმარისი, რომ ან ერთი შეენარჩუნებინა, ან მეორე. და აქ საუბარი უბრალოდ ხელფასის ოდნავ მომატებაზეა. თურქულმა ქასიმ-ფაშამ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე წარადგინა. ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან მას ჟორჟი და კვარა ძალიან დიდი სისწრაფით მისდევენ. არველაძესთან აქამდე გვიმუშავია და ეს ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა. მოხარულები ვართ, რომ ეს კიდევ ერთხელ მოხდება. ულოცავთ შოთას სახლში დაბრუნებას და წარმატებას ვუსურვებთ. დაწერა ქასიმ-ფაშამ ოფიციალურ ვებგვერდზე. შოთამ ამ კლუბში 3 წელი გაატარა. იგი მათ 2012-დან 2015 წლამდე წვრთნიდა. მიხარია, რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც თითქმის 3 შესანიშნავი წელი გავატარე. ჩვენი მიზანი იქნება, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჩამოვაყალიბოთ და გასულ წლებთან შედარებით უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ეს უკვე თავად შოთას სიტყვებია. ბოლო სეზონი ქასიმ-ფაშამ თურქეთის სუპერლიგაში მე-10 ადგილზე დაასრულა, 47 ქულით. თურქული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა სურს, რომ ქასიმ-ფაშამ სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს. საამისოდ კი იდეალურ ვარიანტად სწორედ გამოცდილი ქართველი სპეციალისტი მიაჩნდათ. აღსანიშნავია, რომ ამ საპასუხისმგებლო პოსტის გარდა არველაძე ლოკომოტივის მმართველ ბორდშიცაა. კიდევ ერთ ქართველ აქტიურ ფეხბურთელზე გადავიდეთ. დიდი ხნის განმავლობაში ოთარ კიტეიშვილის მიმართ მრავალი გუნდის ინტერესი ვრცელდებოდა. თუმცა გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ კიტეს ტრანსფერის თაობაზე გუნდისთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად, შანსია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კარიერას კვლავ ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს და ეს ცოტა დასანანიცაა. ოთარ ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ისევ ჩვენს რიგებში ითამაშებს. ეს ჩვენი მიზანიცაა. ზედიზედ 2 სეზონია კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ. მისი დაკარგვა მარტივი არ იქნება. მან საკუთარი ოსტატობისა და მენტალიტეტის ხარჯზე შტურმის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. ის ჩვენთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მით უმეტეს, რომ კიტეიშვილის თაობაზე კონკრეტული წინადადებით არავის არ მოუმართავს, არც ერთი ლიგიდან, არც ერთ გუნდს, ამბობს დირექტორი. კიტესგან განსხვავებით, ძალიან დიდი ალბათობით ზურიკო დავითაშვილი მომავალი სეზონის დაწყებამდე ლიგა 2-ში დაგვეითებულ სენტ-ეტიენს დატოვებს. ქართველს მსურველები ლიგა 1-დან და თურქეთის ჩემპიონატიდან ჰყავს. თურქულ მედიაში უკვე დიდი ხანია სერიოზულად იწერება, რომ ზურიკო ძალიან მალე ბეშიქტაშის მაისურით ითამაშებს. მათივე ინფორმაციით მხარეები შეთანხმებულები არიან და ტრანსფერი მომავალ კვირებში გაოფიციალურდება. ცნობისთვის, დავითაშვილს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მას თურქეთის მიმართ საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს ალბათ დიდ გავლენას არ ეკონიებს. მოკლედ, ზუსტად არავინ არ იცის ჯერ ზურიკოს თავს რა მოხდება და მისი მომავალი როგორ წარიმართება. და მოდი ჩვენც დაველოდოთ. ამ ვიდეოში კი უკვე დასავალდებელი აღარაფერია, რადგან დასასრულს მიუახლოვდით. მოიწონეთ ეს ვიდეო, ავიყვანოთ ტრადიციულ 2000 ლაიქზე, გამოიწერეთ ლაინსმენის არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგრჩეთ მეტი ასეთი კონტენტი.